ტერმა კუნილინგუსი იმიტომ გამოიგონა, რომ ქართული ენა წავიდა ადგილწელს. არა კუნილინგუს. მოგესალმებით საქართველოს გურჯაანის თანამოქალაქეებო. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი წოთა რუსეთში 721 წელს იყოფებით, თქვენს გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად. რა მოგდით საქართველოს გაგონებისას? კავკასიონის გიგანტური მთები, ან მაგალითად ჩვენი სანაპირობის ის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთმა მოიტაცა. მინდა დაგარწმუნო, რომ შენ არასწორი ხარ, რადგან საქართველოს სინონიმი გახდა სიტყვისა დემოკრატია. გაჩერდი არ გაიქცი არსად, დღეს მინდა დაგირკისო თუ რაოდენ მაღლა ვართ, როგორც ერი, სახელმწიფო და სარწმუნოება. ჩვენი დასავლელი მტრებისაგან განსხვავებით, სადაც მორალი გაქრა, ხოლო დღე-დაღამ პარლამენტის წინ მათი აგენტები დაწიან. ადგილი, სადაც სიტყვის თავისუფლებას უფევს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც ინტერნეტში ვწერთ, შეიძლება იმოქმედოს თქვენზე, თორე ის გიჩვენებთ. ამიტომ ჩვენი მთავრობა ცდილობს თავი ვაკონტროლოთ არა მარტო გარეთ საზოგადოებრივ სივრცეში, არამედ ინტერნეტში და ასევე სახლშიც, რადგან დისციპლინა წამალია, რომელიც ბევრ რამეს არჩენს, როგორც იტყოდა სტალინი, მეზობელი გასწავლის ცხოვრებას თავისი დანოსით. ამიტომ ჩემო თანამოქალაქენო, ვუმადლობდეთ ინტერნეტ კარცერს და ჩემი რჩევა იქნება ძველი პოსტები წაშალოთ. შემს ჩორტნი შუჩეთ და მაგრამ არა მარტო ზნეობრივ საკითხს ეხება ჩვენი მთავრობა, არამედ სულიერ ზეც ზრუნავს. იგივე ეკლესიების რესტავრაცია, როგორც ჩემი გადაცემა უკურსრით მიდის, ხოლო სასულიერო პირს დღეს უჭირს, რადგან უწევს ჩვენი ბეჩავი ცოდვებისაგან დამძიმებული სულების სწორი გზისკენ თრევა. ამიტომაც დღეს მამაო საქმესაც გაგირჩევს და უცებ რომ დაგჭირდეს მაქრის ნომრითაც იპოვი ავტობანში. ტეტეს დაშლა წყობასაც გასწავლის და იარაღსაც აკურთხებს იქვე. მაგრამ უფალი არავის არაფერს არ გაუტარებს. ანრიმას მოინანია ცოდები, ქუდი კი გაიხადა შემოსვლისას, მაგრამ სათვალე მიშენებული ქონდა, ამიტომაც ჯანმრთელობისთვის ზიანი რომ არ მიეყენებინა დატოვა. ეკლესიამ კი არ შთანთქა ქუჩა, არამედ ქუჩამ შთანთქა იგი. ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ერი ძლიერი ვართ და ჩვენ ვახდენთ, ასე ვთქვათ, ჩვენი აზრის ჩვენი ნების პროექცირებას ამ ყველაფერზე. მართლაც დემოკრატია. საწმუნება ერთ-ერთი ის მომძებელი ძალაა, რომელიც ჩვენ გვმართავს და გვიხარია კიდეც. როგორ გაიხედეთ, იქ ყველა თვითმაქცია ქრისტიანი, მათ ბენეფიტები სურთ, ხოლო ჩვენთან ჩვეულებრივი ხალხისგან დაწყებული და მთავრობით დამთავრებული, მათში ღმერთი ცხოვრობს. დაიმახსოვრეთ თანამოქალაქეო, მათ შენზე მეტი იციან, მოითმინე თუ საჭიროა. გარდაქმნა ან იგივე პერესტროიკის დროს, როდესაც deep state-ის კლაჭები დავძლიეთ, ცოტა მოსათმენია, მაგრამ მიხარია, რომ ამაში როგორც სულ პირველები ვართ. ნახვამდის ქართველო. გახარია ჩვენი პრემიერია სახელმწიფო სწორად მართავს დიდებული ლიდერია კაი არ დავიწყო კიცება